და ჩვენ გადმოვკვეთეთ ბოსფორის სრუტე, ვართ უბანში, რომელსაც მოიხსენიებენ ეგრეთ წოდებული დიდრების უბნად, სადაც მიმდინარეობს სერიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდის გადაღება, სხვა შორის ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს ეს გადაღებები, სადაც ბატონი ერქანი ჩვენი მთავარი გმირი სულ რამდენიმე წუთში გათავისუფლდება, მოგცემს ინტერვიუს. აქ ერთ-ერთი დრამატული სცენა ვითარდება, მე მიჭირს ზუსტად აგიხწეროთ რა ხდება ამ სცენაში, მაგრამ გამომდინარე ვნებათა ღელვიდან ალბათ ეს იქნება ძალიან საინტერესო თავისი განვითარებით და რასაკვირველია ფინალით. დაველოდოთ სულ რამდენიმე წამში ჩვენი მთავარი გმირი მოვა და გაგვცემს მთავარ კითხვებზე პასუხს. Vay. Ailemizin metresi de buradaymış. ჩვენ ახლა უკვე ვართ სხვა ეგრეთ წოდებულ ლოკაციაზე, ეს არის მდიდრული სახლი, სხვა სცენა და მთავარი გმირი თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი. გამარჯობა. მე მინდა რომ ორიოდე სიტყვით გითხრათ ამ სერიალის შესახებ, ბევრი რამ სმენია და ვიცი რომ ძალიან პოპულარულია, მაგრამ თქვენგან განსაკუთრებით საინტერესო იქნება. სერიალი პარამპარჩა ორი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. ორი ბავშვის ისტორიას, რომლებიც სამშობიაროში აერიათ. აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი სხვამ გაზარდა, მე კი სხვისი შვილი გავზარდე. თითქოს ძალიან უბრალო ისტორია, თუმცა ისე კარგად დაიწერა და ისე კარგად გადავიდა, რომ თურქეთში უკვე ძალიან პოპულარულია. ბევრს ვერაფერს მოგიყვებით სერიალის შესახებ. მოლოდინი რომ უფრო დიდი იყოს. დარწმუნებული ვარ, დიდი სიამოვნებით უყურებთ. თქვენსავით პოპულარულია თქვენი პარტნიორი და თუ არ ვცდები პირველად მუშაობთ ერთად მის შესახებაც რომ მოგვიყვეთ. რა თქმა უნდა, კარგი პარტნიორია. ერთი სკოლა გვაქვს დამთავრებული, თუმცა სერიალში ერთად პირველად მუშაობთ. თავარია რომ შეწყობილად ვთამაშობთ, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი გუნდი. როცა გუნდი ერთიანია, საბოლოო შედეგიც კარგია. საინტერესოა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის თურქული სერიალები ასე პოპულარული საქართველოში? ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, მაგალითად იმავე იმედის არხზე, სადაც მე ვმუშაობ, იმ სერიალებს, სადაც თქვენც თამაშობთ. ჩვენი კულტურები დიდად არ განსხვავდება, დაახლოებით ერთნაირია. ალბათ ამიტომ მოსწონთ თურქული სერიალები საქართველოში. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ორი სერიალი „დაკარგული დრო“ და „ბამბის ველი“. ასევე ძალიან მაღალი ყურებადობა ჰქონდა. თურქეთშიც ასევე პოპულარული იყო? განსაკუთრებით „დაკარგული დრო“, რომელიც თურქეთში დღემდე რეიტინგით მეორე ადგილზეა. ამ ფილმში ნიჭიერი და წარმატებული მსახიობები თამაშობენ. ამიტომ გამოვიდა სერიალის რეიტინგული. პარამპარჩაც იგივე მდგომარეობაშია ახლა. რეიტინგით თურქეთში პირველ ადგილზეა. საერთაშორისოა სერიალის ისტორია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გადახდეს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქვეყანაში ეყოლება მაყურებელი. მე პირადად პარამპარჩას აუცილებლად ვუყურებდი. მე წავიკითხე ერთგან რომ თქვენ ძალიან განიცდიდით დაკარგულ დროში თქვენს პერსონაჟზე, ის უარყოფითი პერსონაჟი და ვფიქრობდით რომ ეს მისი უარყოფითი ხასიათი რაღაცნაირად იმოქმედებდა თქვენზე, თქვენს როლზე. მაგრამ შემდეგ ამ როლმა ძალიან ბევრი ჯილდო მიიღო. აი მომიყევით რა მართლა გქონდათ ეს შიში, როგორ მიიღეთ ეს როლი და როგორ მიიღო ეს როლი შემდეგ მაყურებელმა. დაკარგულ დროში ჩემი გმირი კაპიტანი ალი ჩემი პიროვნებისგან ძალიან განსხვავდება. თუმცა მე მსახიობი ვარ და ჩაწერის წინ ის ადამიანი ვხდები, ვისაც სერიალში ვთამაშობ. ასეთია ეს პროფესია. სასიამოვნოა ჩემი როლი პარამპარჩაში. მსახიობები, როცა სიამოვნებას იღებენ როლზე მუშაობით, წარმატებაც ორმაგდება. თუ არ აკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, ვერც წარმატებას აღწევ.
როდესაც ქსიამოვნებს კომპანიაში მუშაობა, მოგწონს რეჟისორი, გუნდი, წარმატებაც თავის თავად მოდის. თქვენ ხართ პოპულარული თურქეთში, საქართველოში, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც გადის თურქული სერიალი, ძალიან ბევრი ქალი გეტყვით და ამავდროულად ხართ ძალიან კარგი მეოჯახე. მინდა რომ მომიყვეთ თქვენი ოჯახის შესახებ, თქვენი შვილის შესახებ. 33 წლის ასაკში დავქორწინდი. ძალიან ბედნიერი ვარ. მეუღლესთან პროფესიასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია. თქვენ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით მამების, რომელიც საღამოობით შვილს ზღაპარს უკითხავს, დროს ნახულობს იმისთვის, რომ ისაუბროს მასთან, მას მოიკითხოს. ვცდილობ, მაგრამ ჩემს შვილს ძალიან ბევრ დროს ვერ ვუთმობ. ხდება ისე, რომ 2-3 დღე ვერ ვნახულობ. ზოგჯერ სკოლაში რომ მიდის, მასთან ერთად ვიღვიძებ 7-9-ზე. ვაცილებ და მერე ისევ ვიძინებ. ცხადია, ძალიან რთულია, მაგრამ ზაფხულში არ დადეგებს, ყოველთვის ჩემს შვილთან ერთად ვატარებ. თქვენ ძალიან ბევრ პერსონაჟს განასახიერებთ, სხვადასხვა ხასიათის მამაკაცებს. რა არის მთავარი მამაკაცში, ადამიანში? ამ შემთხვევაში არ არის მთავარი ქალზე ვლაპარაკობ თუ მამაკაცზე. მთავარია იყო პატიოსანი. ფიქრობ, მთავარი თვისება ეს არის. ვიცი რომ ძალიან ხშირად იბეჭდება თქვენზე ინტერვიუები ინტერნეტში, პრესაში. ხშირად გაწუხებენ ჟურნალისტები, იგონებენ თქვენზე სხვადასხვა ამბებს. პირად ცხოვრებაში ძალიან იჭრებიან. და როგორ უმკლავდებით ამას, რაღაცნაირად რეაგირებთ ამაზე? თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ასეთი ჟურნალისტები არ მიყვარს, თუმცა მეგობარი ჟურნალისტებიც მყავს. და ბოლოს მინდა კითხოთ, ის რითიც ახლა ხართ დაკავებული, ეს არის ის საქმე, რომელზეც თქვენ ბავშვობიდან ოცნებობდით? არა, სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. მანამდე სულ დიპლომატობა მინდოდა. თუმცა როცა თეატრს ვეზიარე, ყველაფერზე უარი ვთქვი და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. უხრეთ ეგაშო, ნახვამდის.